მრავალი კაცი, მათზე 6 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი ყველა საქმიანობა ხატვა, საჭმელის გაკეთება, სიმღერა და ლექსი. და კიდე ცეკვა. ხატვა მყავს ყველაზე უფრო. ტელეფონში ჩავთავდი ხატვას და მე ფურცელს ავიღებდი და ვხატავდი მთლიანი ფურცელი დავალიე უკვე და კიდე ვხატავ მაგდრელებ ხატვას. მე ვიცი ყვავილის ხატვა, ვიცი მიკი მაუსის ხატვა და ვიცი კიდე ქვეყნის დახატვა. მე ახლა გასწავლე ქვეყნის დახატვას. ჯერ ვხატავ ქვეყანას. ქვეყანას, პირველს, მეორეს, სახლს, მესამეს ფანჯრებს და მესამეს კი კარებს, მესამეს კიდე ფოთლებს. ჯერ ვხატავ მეზობელს და მე ვხატავ მზეს. მე ყველაფერს ვაფერადებ. ნარინჯის ფერში, მწვანე ფერში, კიდე ყვითელ ფერში და ყავისფერ ფერში. ჩემი საყვარელი ფერი არის ნარინჯის ფერი. არ მიყვარს ბიჭის ფერები. მაგალითად არ მიყვარს ცისფერი და ლურჯი ფერი. სახლში მქონდა ასე გამოფენა. ამ გამოფენას ათვალეს ჩემი ძმა, მამიკო, დედიკო და მე. როგორც უკვე რომ გამოფინე, მე ვაძრობდი. რა ეკრობოდა ფურცელი, ჩებოდა იქა. და მოვაძრე უკვე. ახლა მაქვს სახლში 9 ნახატი და ოღონდ დედაშვილთან გვაში ადრე დავჭი დედაშვილთან და ფურცელებს წავიღეთ და იმის უკან ვხატავდით და აღარ მაქვს უკვე. სამწუხაროდ ფურცელები გამეთავდა. ნახატა ყველა შექმნილ ნიტა ომერაძეს. მაგრამ ახლა არის ბაკურიანში, ხვალ ჩამოდიეს. ისაა ჩემი დედაშვილი და მეგობარი. მე კიდე ძალიან მიყვარს ლექსები. ბევრი ლექსები მიყვარდა, მაგრამ დამავიწყდა ახლა ლექსები. ლექსი არ დამიწერია. ასოები რამდენიმე ასოები არ მისწავლია. ყველა ასოს რო ვისწავლი, მეც დავწე ლექსებს. ჩემი სკოლა იმიდან მიყვარს, რომ გვასწავლიან ბევრ რაღაცებს. მაგალითად, გვასწავლიან ქართულს, მათემატიკას, სპორტს, ჩაგვიყურებენ და ბუნებას და მუსიკას კიდე. კლასში გვიტარებენ მუსიკას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. მუსიკის გაკეთებაზე ვღერით. მე სიმღერა ძალიან მიყვარს. მაგრამ სიმღერაზე უფრო მიყვარს ცეკვა. ცეკვაზე დავდიოდი, გამოვედი, მაინც მახსოვს ცეკვა. ჩემი საყვარელი ცეკვაა საჭაროა. საყვარელი ლათია ეს. და დაბრუნება. მე ვანიჭიერი ცეკვები და უნდა შევიდე ცეკვაზე. ჩემი საყვარელი მასწავლებელი ლელა ბერსენაძე. იმიტომ რომ გვეხუტებით, კიდე გვიყვარს დაფაზე რაღაცას გვიწერ და ჩვენ ვიწერთ რვეულებში. პატარა რვეულებში და კიდე სარცდებს იქ და ჩვენ ავიღებთ და ვხატავთ და არ გვიყრის. ზარს რეკავს. და ჩემ კლასელმა ხალი მოიდეხა. ცელქი ბავშვი იყო მაგი, ახლა ცელქია. ხელი რომ მოიდეხა. რა გავიზრდები, მინდა გამოვიდე მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი გამყიდველი, მაგრამ ახლა გადავიწყდი და მინდა მასწავლებელი მეთქი. სახლში ცხოვრობ მე, ჩემი ძმა, დედა, მამა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა 11 წლის და ქვია მიშიკო. ისაა ცელქი და ხანდახან ჭკვიანი. ჩემი დედას მიშიკო გაიზრდება გამოვა ფურცელი. მამიკო ხეარული, ჭკვიანი და სულ მეთამაშება. დედიკო არის ბრანჭია, ლამაზი, სულ დაბადების დღეზე მიდის ბრანჭება. და ჭკვიანია. მეც ვარ დედიკოსნაირი, ლამაზი და ბრანჭია. და დედიკოსთან ერთად ვაკეთებ საჭმელს. ჩემს ყველალი საჭმელია ბორში. დედიკო აკეთებს საჭმელს და მე ვისხამ ჩემი თეფშე. ყვავილებიდან მე ვგავარიას.
სამოგზაუროდ მინდა წავიდე ბაკურიანში. წინა მონაწილემ დამტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ნიტა ომელაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტყავებ შეკითხვას. რა მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია მეჩუქარ საჩუქარი. ბედნიერება არის ბეშუმში წასვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.